გამარჯობა. ძალიან საინტერესო ამოცანა გაჟღერდა ჩემთან ტრენინგზე და ეს იყო ასეთი რამ. როდესაც გვაქვს სხვადასხვა ანგარიშის ნომრები და გვაინტერესებს თვითოული ანგარიშის ნომრის გასწვრივ არსებული თვეების მონაცემების ამოჯამება, ოღონდ n თვის მიხედვით. ანუ მაგალითად თუ გვაქვს 4-იანი, ნიშნავს რომ ყოველი მეოთხე თვე გვაინტერესებს, თუ გვაქვს 3-იანი, რომ ყოველი მესამე თვე გვაინტერესებს და ასე შემდეგ. ცხადია ეს ამოცანა უნდა განზოგადდეს და შეიძლება იყოს უსასრულოდ გრძელი და განიერი ცხრილიც და მაინც უნდა ამოიხსნას. მე გიორგი ვარდატკიშვილი და თქვენ უყურებთ Microsoft Excel-ის ვიდეო გაკვეთილს. მოდით ვნახოთ პირველ რიგში ჩავწეროთ უბრალოდ 3-იანი და ვნახოთ თუ ეს 3-იანი როგორ უნდა დავშალოთ რაღაცა მასივად. დავწეროთ მაგალითად ფუნქცია, რომელიც იქნება count a, გახსოვთ ეს არის იმისათვის, რომ მონიშნული დიაპაზონი უბრალოდ დაგვითვალოს, რამდენი სტრიქონის კერძო სვეტისგან შედგება, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენთვის ცხადია 12-ია, იმიტომ რომ თვეებზე გვაქვს მოცემული, მაგრამ ვაკეთებთ რა თქმა უნდა ფორმულით, იმიტომ რომ თუ მონაცემები უფრო გრძელი იქნება, შესაბამისად უფრო მეტად და მარტივად დაითვალოს. მივიღეთ, რომ 12 მონაცემი გვაქვს და ეს 12 სწორედ მასივში უნდა ჩავშალოთ. ესე იგი, წინ დავუმატოთ მაგალითად სიკვენსი და ვუთხრათ, რომ ეს ჩაიშალოს ოღონდ რა თქმა უნდა ჩაიშალოს არა სტრიქონებში, არამედ სვეტებში. ესე იგი, კიდევ ერთ მძიმეს დავამატებთ და შესაბამისად, როგორც ხედავთ, აი ასე გაიშალა კიდევაც. მოდით ვნახოთ ახლა ნაშთზე გაკეთება ფორმულის. გახსოვთ mod ფუნქცია, რომელიც გვეუბნება, რომ ეს მოცემული რიცხვი გაიყოს აი ამ რიცხვზე და შესაბამისად ნაშთების მიხედვით დაგვიწეროს 1 დარჩა 2 და 0. 0 ხო ზუსტად ის არის, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ანუ მაგალითად თუ ყოველი მეორე გვინდა, მაშინ ნაშთებს ესე მივიღებთ. თუ ყოველი მეოთხე, მაშინ ნაშთებს ესე მივიღებთ. და რა თქმა უნდა, თუ გვინდა რომ იყოს ყოველი მესამე, ცხადია, აი ისევ ამ პრინციპს ვიღებთ. და რა გვაქვს ამ შემთხვევაში? ის რომ თუ მოდი გატოლდება 0-თან, ანუ ჩანაწერს ვეტყვით რომ იყოს 0-ის ტოლი, მაშინ სწორედ ისინი იქნება თრუები, რომლებიც ჩვენ გვჭირდება, რომ გამოვთვალოთ და ასე ვთქვათ, ამოვაჯამოთ. შემდეგი ნაწილი კი უკვე იქნება გარედან ფრჩხილების დადება, სადაც ჩვენ ვეტყვით ასეთ რამეს. უბრალოდ გავამრავლოთ 1-ზე და როგორც იცით, თრუების და ფოლსების გადამრავლებით მივიღებთ 0-ებსა და 1-ებს. შესაბამისად, 1 ხო სწორედ ის არის, რომელიც გვინდა რომ ამოჯამდეს, ხოლო 0 კი ით გახსოვთ, რომ განამრავლის დროს რიცხვის 0-ზე გამრავლებით ვიღებთ 0-ს. და ნახეთ, ამ დროს შემოგვაქვს შემდეგი ნაწილი. ერთი პირველ რიგში მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს ღილა კი აქ არის P3, რომელიც შეგვიძლია უბრალოდ ზემოთ ავწიოთ და ასევე მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს კონკრეტული ფორმულა უნდა გადამრავლდეს შესაბამისად რაღაც მონაცემზე. და ნახეთ, შემოვიტანოთ ფორმულა SUMPRODUCT. სადაც SUMPRODUCT-ის შემთხვევას ვიყენებთ შემდეგი მიზნებისთვის. SUMPRODUCT-ის პირველი არგუმენტი იქნება ეს, ხოლო მეორე არგუმენტი კი იქნება აი ეს ჩანაწერი, ანუ ეს მასივი. და საბოლოო ჯამში მივიღებთ აი ასეთ შედეგს, სადაც ის კონკრეტული მასივი გადამრავლდა და ამ კონკრეტულ რიცხვზე, რომელიც აი აქ გვქონდა ასეთი ფორმით, ავტომატურად გადამრავლდება. და აი ნახეთ, მიიღო აი ესეთი შედეგი, სადაც პირველი მასივი გადამრავლდა მეორე მასივზე. და ასეთ დროს, როდესაც პირველი მასივი მეორე მასივზე გადამრავლდა, ანუ ჩვენ შემთხვევაში იყო ეს მასივი 1, რომელიც იქმნება აი აქ და არის თრუები და ფოლსები, ცხადია, და მეორე მასივი კი იყო აქეთა მხარეს. არ დაგვაუწყდეს, რომ ეს მასივი უნდა გავამრავლოთ 1-ზე, აი ესეთი ფორმით. და შემდეგ უკვე ვწერთ მძიმეს. რატომ? იმიტომ რომ აი ამ დროს დაკვირდით, ეს ჩვენი მასივი 0-ებისა და 1-ების ერთობლიობას უნდა გვაძლევდეს. ამიტომ გამოდის, რომ აი ეს პირველი ერთმანეთზე ნამრავლით აი ასეთი ფორმით ასე უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ერთი საერთო მასივი. ამიტომ ამ ფრჩხილს ვხურავთ და ისე ვაძლევთ მას ვიზუალს. და აი აქ უკვე დააკვირდით, ესენი რომელიც აქ ერთმანეთს გაუტოლდებიან, ამიტომ მას ამ ფორმით დავუხურავთ აი აქ ფრჩხილს და ისე გავამრავლებთ და უკვე ხედავთ 0-ებსა და 1-ებს. ხოლო გვერდითა მეორე მასივი კი არის რა თქმა უნდა უკვე ეს რიცხვები, სადაც უკვე შედეგიც
აი ასეთი იქნება. ცხადია, გავრცელების დროს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ არ უნდა გაგვექცეს შესაბამისი დიაპაზონები, ამიტომ ფორმულაში პირველი ცისფერი დიაპაზონი უნდა იყოს გაყინული F4-ით და ასევე წითელი უჯრა, ანუ P1-იც უნდა იყოს გაყინული. და როდესაც გავავრცელებთ მას ქვედა მხარეს, აი მივიღებთ ასეთ შედეგს. დავწეროთ მაგალითად 3-იანის მაგივრად 2-იანი ამოჯამდნენ მეორეები, დავწეროთ 5-იანი ამოჯამდნენ მეხუთეები და ასე შემდეგ. მაგალითად რომ ავაკეთოთ ამოჯამდეს მე-12-ები, რა თქმა უნდა მივიღებთ მხოლოდ ბოლოსვეც, იმიტომ რომ ყოველი მე-12 აქ მხოლოდ ეს გახლავთ და მეტი არა. ძალიან საინტერესო შეკითხვა იყო. მადლობა ყურადღებისათვის. ველოდები თქვენს მომავალ შეკითხვებს ჩემთან ტრენინგებზე ან უშუალოდ YouTube-ის არხზე მოიწონეთ ვიდეო და გაავრცელეთ ის მომავალ შეხვედრამდე.